როგორც ყოველთვის, როდესაც არგუმენტები უმთავრდებათ, რა თქმა უნდა, გადადიან შეურაცხყოფაზე არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ მთლიანად საქართველოს მოქალაქეების მიმართაც, ხო? მათ ხო დაყვეს საქართველოს მოქალაქეები ორ ნაწილად, მათ ამორჩევლება და მტრება და ეს მტრები ძირითადად შერაცხული არიან ნაცებად და როდესაც მათ რაიმე თემაზე შინაარსობრივი არგუმენტირება არ შეუძლიათ, ისინი ყოველთვის სხვისკენ იშვერენ ხელს და განურჩევლად ყველას ეძახიან ნაცებს და მათ შორის ჩვენც. თუმცა დღეს შალვა პაპუაშვილმა რამდენჯერმე ისიც ახსენა, რომ აქო თქვენამდეც იყო სხვა ოპოზიცია, მაგრამ ისინი ესე არ გვიშლიდნენ ნერვებსა და თქვენ განსაკუთრებით გვიშლით ნერვებს. თქვენ რაც იკადრეთო, ეს არავის უკადრია ამ დარბაშიო. როდესაც ისინი საუბრობენ და მოქალაქეებს ატყუებენ ნაცების დასრულებაზე და მე-14 წელს კიდევ ყველა პრობლემას აბრალებენ ნაცებს და თან ამითი ცდილობენ, რომ ჩვენი გუნდის მიმართ რაღაცა აგრესია გამოიწვიონ, შევახსენეთ, რომ მათ რიგებში არის ყველაზე მეტი ნაცი და ის ხალხი, რომელიც დღეს პარლამენტში ზის, მათი უმეტესობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს იმყოფებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, ეს ადამიანები გაღიზიანდნენ აი ამ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით მათ ამორჩეველს, რომელსაც ატყუებენ ამდენი წლის განმავლობაში, თითქოს ისინი ნაცებს ებრძვიან. ამ დროს ყველა მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი მინისტრებით დაწყებული, საპარლამენტო შემადგენლობით დამთავრებული თუ რეგიონებში მერებით დამთავრებული, მათი უმეტესობა დაკომპლექტებული არის ნაცმოძრაობის ყოფილი წევრებით. აი სწორედ ამას მოყვა მათი რეაქცია, რომ ჩვენ ვიზუალიზაცია მოვახდინეთ ამისი, რომ მოქალაქეებს უბრალოდ ტყუილში აღარ აცხოვრებდნენ და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ პროპაგანდას დაუპირისპირდეთ რეალური ფაქტებით, რატო ეწყინათ მათ საკუთარი წარსული, როცა ასე სირცხვილებად საერთოდ მომავალზე რა საუბარი შეიძლება გქონდეთ, თუ ასე ძალიან სწხვენიათ ყოფილი ნაცები გუნდში, მაშინ მე მგონი არ უნდა იყვნენ, ხო? მინისტრებად დანიშნული და საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც 2016 წელს ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები იყვნენ და დეპუტატები იყვნენ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ და რა თქმა უნდა, დისკომფორტს განიცდიან ამის გამო, რომ არ ვაძლევთ საშუალებას იმდენჯერ, რამდენჯერაც მათ მოუნდებათ, რომ საზოგადოება შეიყვანონ ტყუილში და პირიქით ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თურმე თავს ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის პარლამენტში და რამდენჯერმე აღნიშნა ბატონმა შალვამ, რომ ხო არ უკადრიათ, ხო რას იკადრებდა, ხა ნაცები ხო არ ეთყავდათ, თქვენ ყავთ ჩვენი გუნდის წევრებიო, ჩვენ არც ერთთან გვაქვს რაიმე მოსარიდებელი და არც მეორესთან, ამიტომ ვახსენებთ მათ ამას მუდმივად, რამდენჯერაც თავად ტყუილს ამბობენ. კი ბატონო, თქვენ ლიდერზე იყო რამდენჯერმე მისი მხრიდან აქცენტი, რა არის თქვენი პასუხი? ის არ არის ქვეყანაში, მას აქ ეს თქვათ კონკრეტული საქმეებია და პატიმრობა მისჯილი და გასაგებია პრინციპში მისი პოზიცია იყო, რომ არ მინდა ივანიშვილის იურისდიქციაში მოვექცე, მაგრამ ამის მიღმაც ის არ არის საჯარო ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხო? გიორგი გახარია არის პოლიტიკური დევნილი, ამ შემთხვევაში ის იდევნება პირადი შურისძიების გამო, რომელიც ბიზნეს ევანშვილ ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო მის წინააღმდეგ, ამის შემდეგ არაერთი შემთხვევა მოხდა და დამადასტურებელი ფაქტიც, მათ შორის დაწყებული ჩორჩანით დამთავრებული 20 ივნისის ის საქმეები, რომელიც გიორგი გახარიას შეუკერეს. უბრალოდ ეს ხალხი აი ამ ყველა განცხადებაში რამდენჯერაც გიორგი გახარია მოყავთ მაგალითად, რომ აი სად არის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ საერთოდ პარტიული სტრუქტურის მუშაობა ვერ წარმოუდგენიათ, თუ ყოველდღე ლიდერი არ არის ტელევიზიაში და თუ ყოველდღე ლიდერი არ არის, ასე ვთქვათ, წინა ფლანგზე. ხო, ჩვენი საკუთარ მომხრეებს დროდადრო უნდა ამხნევებდეს, მიმართავდეს, ელაპარაკებოდეს. ძალიან ჭიდრო კონტაქტი აქვს თავის ამორჩეველთან, თავის გუნდთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ პარტია ხო რაღაც არ არის ისე, რომ აი ერთ ადამიანზე ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი იდეებით, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებით, სოციალური შეხედულებებით ვაწარმოოთ ჩვენი პოლიტიკა, ასე რომ პოლიტიკური პარტია ქმედით უნარიანია, ჩვენ რეაგირებთ ყოველდღიურად ყველა პოლიტიკურ პროცესზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, კანონპროექტები, ჩვენი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, ის სოციალური პროგრამა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად წარუადგენთ მოქალაქეებთან, აქედან გამომდინარე, ხო, მათი მხრიდან ხა თვითონ რომ ბიძინა ივანიშვილი არ გამოაჩინონ, მათი რეიტინგი უკვე სუსტდება და ცოტა ხანი თუ ბიძინა ივანიშვილი გაქრა, თავადაც ეტყობათ ეგ სახეებზე და მთლიანად მათ ამორჩეულსაც ეტყობა. თქვენი ლიდერი ივანიშვილის საპირწონედ, ანუ მეტი ფუფუნება გაქვთ, რომ არ გამოჩნდეს, ვიდრე ოცნებას ივანიშვილის გამოჩენა?
ჩვენი ლიდერი აწარმოებს პოლიტიკას და გუნდიც შესაბამისად ჩვენ ვაწარმოებთ ლიდერზე დაფუძნებული გუნდი არ ყავს. ჩვენ დემოკრატიულად შექმნილი გუნდი ყავს, რომლის მიზანიც არის არა ბელოდომანია. არა, სხვა რამე გნახეთ, თქვენ თავად თქვით და გამიჩინეთ ეს კითხვა. ოცნებამ რომ ივანიშვილი არ გამოაჩინოს დასუსტდება და გახარიას გუნდის ძალა, გახარიას გამოჩენას არ საჭიროებს? ჩვენი გუნდის, ჩვენი ამომრჩევლები შემოკრებილი არიან ჩვენს ირგვლივ იდეების გამო. საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო. არ დაგაზარალებთ, ეხლა გახარია რომ кайხანს არ გამოჩნდეს ამის თქმა გსურთ? მე მინდა იმის თქმა, რომ გახარია ამ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების დღიდან ის ხალხი შემოიკრიბა ირგვლივ და ამომრჩევლებით შემოვიკრიბეთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესი. შესაბამისად გახარია 2 თვე, 3 თვე რო არ გამოჩნდება ეს ჩვენს ამომრჩევლებს არ უჩნდნენ. ხო, ეხლა ეს რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილება როცა ჩათვლი საჭირო და სხვა ლიდერები რო ჩანან ტელევიზიებში რა სასიკეთო მოვითვალე აგერ. სასიკეთო მოაქვს ქვეყნისთვის, ხო? ახლა ბიძინა ივანიშვილის აქვს თავისი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ქართული ოცნება და არა ეროვნული ნარატივის ირგვლივ, შესაბამისად, მათ სწორედ ესე წარმოუდგენიათ ყველა. თქვენ ნარატივის ირგვლივ ხართ გაერთიანებული, ან როგორ ფორმულირებას უკეთებთ ამ? ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან ჩვენი მთავარი იდეა იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გადარჩენა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გადარჩენა. ამ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრება როგორც დემოკრატიულ გარემოში, ისევე სოციალურად სამართლიან გარემოში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის იდეა და ამის ირგვლივ ერთიანობით ჩვენ ყველა სამართლიანი გარემო და სოციალურად თანასწორი გარემო. თქვენ ამორჩეველს ფიქრობთ, რომ გახარიას მოსმენის ან მისი შეხმიანების მოთხოვნილება არა აქვთ? ეს მუდმივად შეიძლება გქონდეთ, იმიტომ რომ გახარია არის ლიდერი, რომელმაც თავისი წარსული პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე მოიპოვა მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნდობა. ის იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავადვე აღიარა ბიძინა ივანიშვილმა და ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ ქართული ოცნებისგან წამოიყვანოს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და ის რეალურად ჩანს კიდეც და ამას თავადაც აღიარებენ, ხო? ამიტომ ეშინიათ და ამიტომ დევნიან სწორედ მას ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის მოთხოვნილება ყოველთვის არის და როდესაც საჭირო დადგება, სად მიაყენა? დიდი დარტყმა თავად ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, როდესაც თქვა რომ მიღალატაო და გავცემთ მას საკადრის პასუხსო და ივანიშვილის ამოცანა იყო მართლაც რომ არავის ოცნების ხმა არ წაეღო და ამ ხრივ მისი სტრატეგია იყო მართლა რა არ დააბრალეს რომელ არჩევნებზე. კი, 2021 ეს იყო პოლიტიკური სტრატეგია. მათი თავის დაცვაში ხო ძალიან კარგად ჩანდა ეს 2021 წლიდან დაწყებული, შემდეგ არჩევნებზე თუ ვინმე ყველაზე მეტად იდევნებოდა არჩევნების პროცესში, ეს იყო ჩვენი გუნდი, ხო? კი ბატონო, კარგი. სხვადასხვა პარტია ქირაობდა ყოველ ორ ნაბიჯში ოფისებს, მაშინ როდესაც ჩვენი კანდიდატებიც კი სხვადასხვა ადგილას თავდასხმის ობიექტები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ხა ის ორი საქმეც, რომელიც გიორგი გახარია შეუკრიბა 20 წლიანი საქმეები, ამის ნათელი მაგალითია. კი ბატონო, ვიკა, მინდა კითხო, პარლამენტში იყო ფასების კომისია, დასრულა მან მუშაობა და ამ დოკუმენტს ვლელობა არ მისცემია, ცნობად მიიღესო, თქვა პაპუაშვილმა, როგორც ბიურომ, ისე მთავრობამო. და ახლა მაყოფილები არიან ქსელური მარკეტების გადაწყვეტილებით, რომ რაღაც კონკრეტული დახლების შექმნა. ხო, რა სიტყვით ამაზე? თავიდანვე ძალიან დიდი აბსურდი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ირაკლი კობახიძის მიერ დაბრეხვებული რაღაცა, რაზეც მოუწია მე მის გუნდს, რომ რეაგირება მოეხდინა და როგორღაც გადაერჩინათ ირაკლი კობახიძის ეს სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი გამონათება, რომელიც დაიწყო იმ განცხადებით, რომ შეადარა საქართველოს ფასები ევროპის ფასებს და თქვა, რომ ევროპაში უფრო იაფი ყოფილა ყველაფერი, ამის შემდეგ მოუწიათ მათ ფასების კომისიის წარმართვა 3 თვის განმავლობაში და ამ 3 თვის განმავლობაში უბრალოდ მოქალაქეებს ვერ უთხრეს ვერაფერი და როდესაც დასრულდა ეს კომისია, ორადორი წინადადება იყო მოქალაქეთათვის მიმართული. ორადორი. პირველი იყო, რომ კომისიის დასკვნა არის, რომ კიდევ უფრო გაძვირდება საკვები და მეორე დასკვნა გაითვალისწინეს ქალბატონი წილოსანის რჩევა, რომელიც კომისიის
სხდომაზე მან წარმოთქვა და მოქალაქეებს უთხრეს უბრალოდ რომ აი შევქმნით ღარიბების დახლებს, სადაც შეიძლება იყოს ვადაგასული საკვებიც და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ის ვადაგასული საკვები, ხო? ეს თავიდან ბოლომდე იყო ჯერ კობახიძის კრახი, შემდეგ ეს გადაინაწილა კომისიამაც ეს კრახი და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ამ კრახს ვერ გაექცევიან ისინი ვერსად, აღმოჩნდა რომ არც ხორცის ფასი არ იციან და დღეს უკვე აღმოჩნდა რომ ხორცი 37 ლარი კი გავხადეთ, მაგრამ გერკულესი 5 თეთრით გავეიაფეთ, მოდი ხორცს ჩვენ შევჭამთ და წიწიბურა და გერკულესი თქვენ ჭამეთო. აქედან გამომდინარე დააყვეს მთლიანად სოციალურ ჯგუფებად დაყვეს, მოქალაქეები დაყვეს, მდიდრებად და ღარიბებად და უკვე მაღაზიაშიც დაყვეს. ეს რომ ის სადღაც კუთხეში თქვენ დაგიდგავთ დახლებს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა უნარი არ გაგვაჩნია და იმ დახლებთან შეიძინეთ თქვენ ეს საკვები. რა თქმა უნდა, ღარიბსაც საკვები და ფასდაკლებსაც. აღმოჩნდა რომ ხა მდიდარი კობახიძე საერთოდ მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი და საერთოდ ხორცის ფასიც არ იცის ხა. მდიდარია კობახიძე? ნუ ხა ხორცის ფასი არ იცის ფაქტია და მაღაზიაში არ არის ნამყოფი და მის ნაცვლად ხვები კითხულ ხა კობახიძეს მანქანაში აქვს $200,000 გადახდილი და იმ მანქანით დადის, ხო? ეხლა ღარიბი ნამდვილად არ არის. მანქანა მისი ფულით ხომ არ უყიდია სახელმწიფო? ხო, ხალხის ბიუჯეტით იყიდა, ისევე როგორც ხალხის ბიუჯეტით ყიდულობენ სხვა ყველაფერზე. ხალხის ბიუჯეტზე არის დამჯდარი, ქართული ოცნების უმეტესობა, ხო? ეხლა დაინიცირეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ფულად ჯილდოს და ფულად დანამატს მაღალ თანამდებობის პირებისთვის. ესენი არიან გუბერნატორების მოადგილეები და ესენი არიან მინისტრების მოადგილეები, რომლებსაც ისედაც 6 ჯერ მაღალი ხელფასი აქვთ, ბაღის მასწავლებელზე მაღალი ხელფასი აქვთ, ჩვეულებრივ საჯარო მოხელეზე და პენსიაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი. აი ამ ადამიანებს უწესებენ ფულად ჯილდოს და დანამატს, რომელიც 2017 წლიდან იყო აკრძალული. აი ამაზე დიდი გაუმაძღრობის მაგალითი და მაჩვენებელი რა შეიძლება იყოს, ხო? ანუ მდიდრები არიან კი, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტს ჭამენ, ყოველი მათი მეორე წევრი კორუფციაში არის ბრალდებული და კორუფციაში არის მხილებული და მათი ნაწილი ჯერ კიდევ გარეთ დადის და მართავს, ხო? ზოგი ამ ქალაქს მართავს, ზოგი სხვადასხვა ქალაქს და ზოგი ძალიან საპასუხისმგებლო თქვა თანამდებობებზეც ხედან. კი ბატონო, მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ვიკა ფილფანი, თუმცა